ოჰ, უტვინო, არავითარ შემთხვევაში. რატო? შენ უშნო ხარ. ასეთიო. ეს 10 წლის მაინუნი. ის არის? მარტო მე ვარ ნიკოლზე გაბრაზებული? ნიკოლმა რიტმულთან ვარჯის თავი დაანება? 3-2-1-0 თქვენ მის ნიკოლის არსე ხარ და აი, წლადაცაკა. კარგი, და დღეს ვიჟებთ ვიდეოს, ვუყურებთ ჩვენი ჰეითერების ვიდეოებს, სტუდია, აპლოდისმენტები. დიახ, და დღეს ჩვენ ნერვებს მოვიკლავთ. ეს ყველაფერი სავსებით ნორმალურია. გოგოებო, ორი სიტყვით გითხარით, რას ფიქრობთ ჰეითერებსა და მათ კომენტარებზე? ჰეითერობა მხოლოდ ჩემები არიან. სიძურვილი, სინამდვილეში ეს ნორმალურია, ანუ ეს ადამიანური აზრია. ფიქრობ, რომ ესეც გასათვალისწინებელია, მაგრამ ზოგჯერ ეს გარკვეულ საზღვრებს სდება, რასაც დღეს გიჩვენებთ. დასაწყისისთვის ჩვენ გავხსნით ერთ-ერთ აპლიკაციას. ბევრი სხვადასხვა ვიდეოა. ფიქრობ, ბევრი ჰეითერით. აბა ვნახოთ, რომელი ვიდეო? რა არის აქ? აი ეს. დიახ, ეს ვიდეო მესამეა მინიჭებულ ვიდეოებს შორის. ხორვატიაში არის გადაღებული. კი, გადაღებები ხორვატიაში იყო. მოდგეცილი დასასველი მეცვა. ეს რეგულაცია არ არის. გეპიცებით. დიახ, ის უბრალოდ ასე იცვამს. და ყურადღება, მას უნდოდა ამ ვიდეოს გადაღება. რაღაცნაირად ნორმალურია. მართლა? კი, პირველი კომენტარი. მის ნიკოლი ცუდი გახდა. ბამ. არა, ყველაფერი კარგადაა. კარგი. ეს უბრალოდ ხუმრებლა იყო. იცით, როდესაც ადამიანი იზრდება, ის იცვლება. რატომ წერს ხალხი, რომ მე ცუდი გავხდი? სინამდვილეში ყველას ასე ემართება. იზრდებით და ცუდები ვხდებით. ლოგიკურია. კარგი, ეს მაკარენას ცეკვაა. ტარა მაკარენა. კარგი კომენტარია. ყველაფერი რიგზეა. კი. უტვინო. ანუ არა უშავს მასში ლურსფნები არ არის ჩაჭედილი. ის ნორმალური ადამიანია. ჩუმად ვარ. ვინ ურეკავს? კარგი. ასე ქვია მას. კომენტარები უბრალოდ ნახოთ. მე ნიკოლზე უფროსი ვარ. რამდენი წლისაა ეს გოგო? 21. პამ. კარგი, სასიემოვნო გამომწერები. რამდენი წლის ხარ ახლა და როდის იქნება შენი დაბადების დღე? ის დაახლოებით 43 წლისაა, მაგრამ ხანდახან ხალხს ეუბნება, რომ 44 წლისაა და ჩემი დაბადების დღე 10 სექტემბერია. ის ძალიან კარგად იკეთებს შენი ხვას. კი, სავშიში ხარ. რა? ვაუ! მის ნიკოლ, რამდენი წლის ხართ? ვაუ, სასიამოვნოა, მაგარია. მის ნიკოლ, გამარჯობათ. რამდენი წლის ხართ? არა, მოიცა. შეიძლება ამ კომენტარზე გადავიდეთ. ძალიან მომწონს ეს. შენ უშნო ხარ. მინდა ეს ადამიანი ვნახო. მას კორეელები უყვარს. ეს ძალიან კარგია. მეც. იგივე პოპულარული სპორტსმენი, მაგრამ ის გვიყვარს. ვერ გაიგებთ. კარგი გოგოა. ასეთ რაღაცეებს ნუწებ. რატომ ხარ ასეთი გაბრაზებული? მას უკეთესი ფორმა უნდა ჰქონდეს. ცოტათი ნორმალურია, მაგრამ კარგი არა. სხვათა შორის აქ ოდნავ ცუდად გამოვიყურები. სპორტული ფორმები გაქვს. და სინამდვილეში კი. კითხვები? ამ ტანსაცმელში ის 20 წლის გოგოს გავს. 53 წლისაა. რა 20? რატომ ახალგაზრდავებთ? კარგი, მადლობა. რატომ აჰეითებთ? ის სტილობს. მეიქს მეწოდება. ჯანდაბა. ნახოთ ამ გოგოს პროფილი. კარგი. ჩეპურაშკა. ეს ისა, ვინც დაწერა რომ მას ეწოდება. კი, მე მას დავაფოლოვებ. მადლობა. ძალიან საყვარელობა იყო. დიდი მადლობა. კიდევ ერთი. მომწონს, მიყვარს. დიახ, სხვამ დაწერა დაფა. და ეს გოგო ძალიან პატარაა. მიმოხილვა ამ ტოქსიკურ ნარჩენებზე, ტოქსიკურზე. ჩვენ მცადეთ, გახსოვთ? ისინი მჟავეები არიან. დიახ, ტოქსიკური კამპეტები. ისინი ძალიან ტოქსიკურები არიან. Ice queer. გთხოვ, ნუ იქცევი ასე. ისეთი საყვარელი ხარ. შეხედე რა მაგარ რაღაცეებს აკეთებს. ეს ერთგვარი მოზაიკასავითაა. მოკლედ მოზაიკა. ის ამ ყველაფერს ალბათ თავად აკეთებს. ჯანდაბა, მე ასეთი რამ გავაკეთე. ისეთი ნიჭიერი ხარ. რატომ ამბობ ასეთ რაღაცეებს? ნიკოლი შენი საყვარელი ბლოგერია. გამოწერილი გყავს. ის გამომწერია? კი, როგორც ჩანს. არა, ის არ არის. გამოიწერეთ. შეხედეთ, ის ისეთი ნიჭიერია. მას მედლები აქვს. როგორც ჩანს, ეს ტანვარჯიში დანაა. ტანვარჯიში, შენ ტანმოვარჯიშე ხარ. კარგი, მაშინ მეგობრები უნდა იყოთ. რატომაა ჰეითერი? ვერ ვხვდები. კითხვა, რაში სჭირდება 10 წლის მაიმუს ფშხილები? მოდი კომენტარებზე გადავიდეთ. ლამაზი ფშხილებია, ხოლო არა? დადე, ძალიან მაგარია. თხოვთ კომენტარებში დაწეროთ, რას ფიქრობთ ფშხილებზე? შეხედეთ, ისინი საოცრები არიან, მართლაც მაგრები, მაგრამ რამდენიმე ფშხილი ამძრა არ აუშავს. ყოველთვის მეგონა რომ ჩვეულებრივად არის ვამდი. წადი და ჩენი საშინაო დავალებები აკეთე. მინდა ვნახო. წავიდეთ. ისე ვერავი. რა 314 გამომწერი. სხვათა შორის გილოცავ. მაღვინა. მაღალყუშკიანი ფეხასვრისთვის ნაადრევი ხომ არ არის? მას დედამ ნება დართო. დემთო.
კლოუნი. რატო? მოიცა. რატომ არ კითხულობ? მაღალპოსტიანი ფეხსაცმელი და მანიკური მაგარია. კი. მისმინე, მაშინ გითხრათ, ეს ყველაფერი დიდი ასოებითაა. რა უნდა ქნა? მისი საქმეა. ნიკოლის ვიდეოები გავიზარდე და მის გვერდით ვიქნები. ამი, ჭამა არ გიცდია? დედა რატომ არ აჭმევს საჭმელის სტუდიაში. სად არის საჭმელი? სხვათა შორის სადეთ ჭამა. კი. შოკოლადის ფილა. ეს მართლა ნიკელია? მე ნიკოლი ვარ. ბავშვებო, ღმერთო. ადრე მომწონდი. YouTube-ზე გიყურებდი და ახლაც დასრულის დროს ასრულებ. ღმერთო ჩემო, კარგი, ვნახოთ. რატომ არ უყურებ მას ისე YouTube-ზე? რატო? რა მოხდა? რა 4 წუთის წინ. ვაუ, რაღაცნაირად გზნობ. საშინლად ცეკვალ. თავს იწონებ. ისე იქცევი, თითქოს მაგარი ხარ, მაგრამ ასე არა. ჟანდაბა. რა თავდასხმა? მოიცა? ვირა ნაგირნა. უკრაინა, 14 წლის. და აი ეს რეკლამაც. რაშია საქმე? ეს მართლაც მაგარი ვიდეოა. მომეწონა. მაგარია. ამას არ ველოდი. ძალიან მაგარია და ორიგინალიც. მე ეს ვიდეო ძალიან მომეწონა. ძალიან სასაცილო იყო. მეც გადავიღებ ასეთს. გამარჯობა ყველას. დღეს ჩემს მეგობრებზე მოგიყვებით. მარტო მევბრაზდები ნიკოზე? მას პიქსელური თავსატეხი ჰქვია. მაგარია. ეს 3 წლის წინ იყო. ასე იღებ განებზე. მაგარი იდეაა თვეთების გაკეთება. ჟანდაბა, შენი ხმა იმდენად შეიცვალა. წარმოვიდგენია რომ ხმაზე წერენ? რა გჭირს ხმაზე? შენი ხმა შეცვლილია. ხმა, სხვა მერე ხმა გქონდა. და ახლა მივხვდი. კარგი. რითმულ ტანვარჯის თავი დაანებე? კი, 2 წლის წინ დავანებე თავი. დიდი დრო გავიდა. ნიკოლმა რითმული ტანვარჯიში მიატოვა? როგორ? რა? კლოუნობა. კი, გადადი ვინ ამაჩვენე. არტომი და გული. კარგი, მე შენ მიგიხვდი. როგორც ჩანს, საბავშვო ბაღში შევხვდი. მოდი აქ. წადი. ნუ. რა არის შემდეგი? სად მივდივართ? საინტერესოა. კარგად გაკეთებული და მართლაც ორიგინალური იდეაა. შეხედე ეს მატარებელი როგორ მოძრაობს. რა მაგარი ვიდეოა. ისეთი საყვარელია. მართლა ძალიან საყვარელი. მაგარია. სხვათა შორის მართლაც კარგი ედიტია. კარგი, მომწონს. არ ვიცი რატომ წერ ასეთ რაღაცეებს. ასე რომ, სად არის სლატა? ნიკო, სად არის სლატა? კარგი. როგორ ქვია? ტადა! ვერ გავიგენ? მე YouTube-ზე გამოგიწერთ. მადლობა. ახლა თქვენ უნდა გამოგვიწეროთ. მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ. ხე ყველაფერი იცით. მიყვარხართ. 5-ისვიდან გიყურებთ. ამი კომენტარე. მოიცა. ცუდი კომენტარებიც აიკითხე. კარგებს რატომ გითხულობ? ჩვენ ჰეითერების კომენტარებს ვეძებთ. რა ხდება? რა? ის იტალიაშია? რა? შოკის მომგვრელი კონტენტია. ბავშვებო, იტალიაში ვართ. შენი Wednesdays ეპიზოდი YouTube-ზე მაგარია. დიდი მადლობა. უკვე წავიკითხე. არა უშავს. გოგოებო, ჰეითერების ვიდეოებს განმიხილავთ. Ცადე მისთვის ეს ამეხსნა. აი, გოგოც, კარგი. შეგიძლია რომ გადახვიდე და ცუდი კომენტარები მოძებნო? მიდი რა. ხო, ისეთი მახინჯია. როგორც იქნა? დოლჩერძე. შენ ესთეტიკებს იღებ. ეს მართლაც საყვარელია. ფანჯებზე ნახატებია და ეს მართლაც ნამდვილად ასეთია. შენთან ალბათ ცივა. ციმბირში ხომ არ არის? რა დაგიწერა? მან დამიწერა, რომ მახინჯი ხარ? ძალიან მახინჯი. ასეთ რაღაცებს ნუწევ. ხო, შენი ხმა შეცვლილია. კარგი, ხვალ დილის 8 საათზე გავიღვიძებ. და შემი არა? არა 8 საათზე. არამედ 7 საათზე. დილის ვარჯიშებს გავაკეთებ. და 10 კილომეტრს ვირბენ. ეს შენი ხმა არ არის? ღმერთო, მეგონა შენი ხმა იყო. ეს მისი ხმაა. არა, ხედავ ეს ხმა? ვასილისა და ის ბობაა. ეს მართლაც ძალიან საინტერესო. მაგარი ვიდეოებია. მართლაც მაგარია. კარგია. პედიკურის გაკეთებისთვის ნაადლევი ხომ არ არის? პედიკურის. რას გულისხმობს? ფეხებზე ფშხილების გაკეთებას. ბავშვებო, გირჩევთ ნიკოლის ფშხილებზე კი არა. ზლატას კბილებზე იმსჯელოთ. სხვათა შორის ჩემს კბილებზე ცუდი კომენტარი არ წამიგითხია. მიყვარხართ? ძალიან მიყვარხართ. კარგი, ის ჩემზე უფრო სისჩანს. გასჭირს? კარგადა, ნუ ღელავთ. გემედრები, ტანვარჯის დაუბრუნდი და შენ ვიდეოს იპარავ. სულელო, პაპუზიანამ დაწერა. ახალ ნახოთ პაპუზიანა. მაინტერესებს. ვიდეო მოიპარე? ეს ბიჭია, პაპუზიანა. რა ხდება?
კარგი, მაგარია. რაც შეეხება ბიჭს, ეს მართლაც კარგია. ბიჭებს არ ვარს ბოდის გიხდით. შვენიერია. მისმინე ბიჭო, ასე განაგრძე. 2700 გამომწერი გყავს. კარგი. ან თვითონ აფოლოვებს, ან ებს აფოლოვებს. მას თითქმის 2000 გამომწერი გყავს და 1100 ფოლოვერი. კარგია. შეხედე, შესანიშნავია. კარგია. 2 საათის შემდეგ. ანჯელინა 10 წლის 65 გამომწერი 197,000 ლაიქი. 197. კი, კარგი. 34 წუთის წინ. რატომ? ძალიან ნამაზი თმა გაქვს. მეც ასეთი მქონდა. მართლა მაგარი თმა და კოსტუმის კარგია. მომწონს. კარგი, მართლაც მაგარია. მაგიაჟი რა შუაშია? რაც შეეხება მაგიას? Yes! Sasha, რასწერ? Sasha? Sasha. გადასლები. ამას ნუ დაძერ. დაწერე. კარგი. ლოგიკურია. ორიგინალურობა. 35 წელი. ყველაფერს არ ვმყვები. კარგი. შემდეგზე გადავიდეთ. გამარჯობა ყველას. ჯანდაბა, რა ხმა გაქვს? უკვე დასრული ხარ? და აი ფონზე დედაშენი ტირის. ის უკვე ისეთი დასრული ადამიანია. ეს ვიდეო დასასრულს უახლოვდება. ჩვენ ბევრი კომენტარი და ვიდეო ვნახეთ და ჩვენ გვესმის რომ თქვენ გულის სიღრმეში ისეთივე კეთილი ადამიანები ხართ. როგორ ის ჩვენ ყველამ რამდენიმე ვიდეო ძალიან მოგვეწონა. ნამდვილად ნიჭიერები ხართ. ცუდ კომენტარებს ნუ დაწერთ. ეს ჩვენ გვწყინს, თქვენს გამომწერები ხართ და მნიშვნელოვანია თქვენი სიყვარული და მხარდაჭერა ჩვენდამი და გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები. ფიქრობ მოგეწონებათ ჩვენი ვიდეო. გამოიწერეთ, მოიწონეთ, სარს დააჭირეთ. ნიკოლ 321 თქვენ მისტიკოლის არსზე ხართ. მადლობა რომ ამ ვიდეოს უყურეთ. და არ დაგავსოთ და ლაიქება და ჩვენ გავიქეცით. კარგად.